ხოლმე ბავშვიც არის და დიდიც და ეს გასაუბრებით ნამა. აი, ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უძილობა და ხშირ შემთხვევაში ემოციებზე ვსაუბრობდით, ალბათ ეს არის უარყოფითი ემოციების გამოწვევის მიზეზიც ხშირად. რაღაცა ტესტი რო ჩავატაროთ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვთქვათ, ჩემი ემოციური მდგომარეობის ასე ვთქვათ უარყოფითი ემოციებისგან განმუხტ. ისთვის რა შეგვიძლია ძალიან მოკლე დროში რომ გავაკეთოთ? რა ტიპის სავარჯიშო? თქვენი უძილობა გასაკვირი არ არის. იმიტომ რომ თქვენ მუშაობთ ტელევიზიაში, თქვენ გაქვთ დაძაბული რიტმი, თქვენ გაქვთ არეული დღე და ღამე, არეული ესეთი კარგი გაგებით ლაპარაკობთ, ხო, ესეა ნამდვილად, რაც აცდენილია ადამიანურ ბუნებრივ მდგომარეობას და ბუნებრივ ცხოვრებას. აუცილებლად. რამდენად ცუდად მოქმედებს ეს საერთოდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? არ არის კარგი, ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ახლა უბედურებაც არ არის, თუ შეძლებთ ისევ და ისევ თქვენ თავს დაუთმოთ უფრო მეტი დრო ფსიქოლოგიური მუშაობისათვის და თუ შეძლებთ ამ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადს დააღწიოთ ხოლმე ცოტა ხნით მაინც თავს. მე მზად ვარ ჩემ ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავწრო იმისათვის, რომ ჩვენს მაყურებელს ყოველდღიურად კარგი განწყობა შევხვდეთ. მეც რაც შემეძლება ყველაფრით დაგეხმარებით. კარგით, მოდით კიდევ ერთი მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? რა არის თქვენ შეკითხვა? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გისმენთ? ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. გისმენთ. როდესაც ყველაფერი გამორთული გვაქვს საერთოდ და თამული და საგრძნებულები ვართ, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ბოლო ვერ გავიგე. შეიძლება გაიმეორეთ შეკითხვა. როდესაც ყველაფერი გამორთული გვაქვს ტელევიზორით, რადიოც და იცემული ვართ ფანტაზიებს. აი და მაინც აღგზნებულები ვართ, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ესეც ძალიან კარგი შეკითხვა არის, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონს ამ შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ძალიან ადვილი პროცესი და აუცილებლად ჭირდება ამ ვარჯიშებს დრო. ესე ერთჯერადად გაკეთება ძნელია. მოდი ეს შევადაროთ დაახლოებით ახალი ენის შესწავლას. ესე იგი უცხო ენაზე ვლაპარაკობ, იმისათვის რომ ველაპარაკოთ ფრანგს, უნდა ვიცოდეთ ფრანგული და იმისათვის რომ ველაპარაკოთ ჩვენ სულიერ სამყაროს აისბერგის დიდ ნაწილს, რომელიც დამალული არის, უნდა შევეცადოთ ოდნავ მაინც მის ენაზე გადავიდეთ. ამიტომ ვარჯიში არის საჭირო, ქალბატონს ვურჩევდი რომ არ დანებდეს და ესეთი რაღაცეები გააგრძელოს ხოლმე ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილას, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს დაახლოებით 2 კვირის ერთი თვის განმავლობაში. მას პრინციპში შეგვიძლია ურჩიოთ კიდევაც რომ პირდაპირ თქვენს ცენტრს ესტუმროს, მოდით აქვე ვთქვათ, დაახლოებით როდის შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას და რაც ყველაზე მთავარია, რა ეღირება ერთი ვიზიტი გამოცდილ ფსიქოლოგთან. ჩვენ ასე ვფიქრობთ რომ სადღაცა ნოემბრის ბოლოსკენ უკვე აბსოლუტურად მზად ვიქნებით რომ ვიმუშაოთ ხალხთან, აუცილებლად ეს ეღირება ცოტა, იმიტომ რომ აქ არ არის გაკეთებული აქცენტი შემოსავალზე და მოგებებზე, აქ არის უფრო გაკეთებული აქცენტები იმაზე, რომ ნამდვილად შევეცადოთ გავხადოთ ჩვენი სამყარო და ჩვენი გარემო უკეთესი, ვიდრე არის და ეს შეიძლება გაკეთდეს გრძნობების და ემოციებისთან მუშაობით. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, დილამშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. დილამშვიდობისა. შეკითხვა ასეთი მაქვს, აი დამოკიდებულება ბავშვების კომპიუტერთან, როცა უგრძალავ, არ უნდათ არავითარ შემთხვევაში რომ გამორთონ კომპიუტერი, აი 1 საათი, 2 საათი, 3 საათი როზიან ასე ბავშვები კომპიუტერთან, აი როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ? აგრესიაში გადადის მერე მათი მოქმედება. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობთ. აბსოლუტური სიმართლეა, ბევრი კომპიუტერული თამაში არ არის კარგი. მართლმადიდებლური რელიგიის თვალსაზრისით სულ ერთია გონებაში შენ ვიღაცას მოკლავ თუ რეალურად ჩაიდე ნამკვლელობას. ბევრი თამაში ეს ეგრეთ წოდებული სტრილялკები დაფუძნებული არის ვიღაცის მოკლაზე, ვიღაცის შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე, რაც ძალიან ცუდი არის. ყველას მე შევთავაზებდი მშობლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ შეეცადონ ბავშვებს შესთავაზონ ალტერნატიული სასიამოვნო, ბავშვებისთვის სასიამოვნოს ვლაპარაკობ და საინტერესო გართობები. ეს არის ურთიერთობა პირველ რიგში. ურთიერთობით შეეცადონ გავგონ რა აინტერესებს ბავშვს, რა ავითარებს მას ამ წუთას და ის გაუკეთონ. ისევ და ისევ ბოდის ვიხდი, მაგრამ მინდა დაუბრუნდეთ ჩვენ საიტს ბასტი ბუბუჯე, სადაც განმავითარებელ თამაშებს ვაკეთებთ. იქ არის თამაშები, სადაც ბავშვები სწავლობენ სიტყვებს, ასოებს, ჩემი 2,5 წლის შვილი უკვე ცნობს თითქმის ყველა ქართულ ასოს მხოლოდ და მხოლოდ იმითი რომ თამაშობს ამასთან და არც ისე დიდხანს რა. მოდით დაუბრუნდეთ ამ ცენტრის სპეციფიკას. მე როგორც ვიცი, ის არის დაყრდნობილი ამერიკელი და სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგების და ფსიქიატრების კვლევებზე. იმ ფილმშიც, რომლის კადრებსაც ახლა ჩვენ ეთერში ვაჩვენებდით, სწორედ ამ ფსიქოლოგების ინტერვიუებია. თუ შეგიძლიათ გითხარით, როგორ მოხდა ადაპტაცია ამ მეთოდების ქართულ რეალობაში?
ამ მიმდინარეობას ზოგიერთი უწოდებს მომავლის ფსიქოლოგიას დღეს. ჩვენ ვცდილობთ, რა თქმა უნდა, მოვარგოთ ქართულ სინამდვილეს, მაგრამ აისბერგის ის ნაწილი, რომელიც არის წყლის ქვეშ, იმას ნაციონალობა არ აქვს პრაქტიკულად. ის არის ყველასათვის ერთი და იგივე, იქ ყველა ადამიანი ერთნაირი არის, არ განირჩევა არც სქესით, არც ნაციონალობით, არც ეროვნებით, არც წარმომავლობით, ასე რომ ძალიან დიდი ადაპტაციები ამას არ ჭირდება, რა თქმა უნდა, ქართული სინამდვილისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ურჩევ, ოღონდ ჩვენი ეთერის დასრულების შემდეგ გამოყონა 1 საათი იმისათვის, რომ ჩაუღრმავდნენ თავიანთ. და მაყურებელს უკაცრავად გვანცა გაწყვეტენ და მაინც უთხრათ ზუსტად როდის დაიწყებს თქვენი ცენტრი ფუნქციონირება. ნოემბრის ბოლოს იმედი მაქვს, რომ მას აუცილებლად უკვე განხორციელება დაიწყებს და ძალიან შევეცდებით, რომ ყველას ვაცნობოთ ჩვენი, ესე ვთქვათ, მუშაობის დაწყების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო რჩევებისთვის და იმ პასუხებისთვის,